საუძმეში რა უნდა ჩამომეგობრებო, რომ თელი დღე მალე არ მოგშივდე, პლუს თელი დღე ენერგიითაც რო იყო ადამიანი. საუძმე არის ყველაზე მთავარი საჭმელი მეგობრებო, ეს წყვეთ, რომ თელი დღე თქვენ როგორ იქნები. და საუძმეში არის დამალული ეგეთი პროდუქტები, რომელი გაძლევენ თქვენ დიაბეტი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. რას ყველაზე საჭიროა, ის გაძლევს ყველაზე მეტი პრობლემა. დღის ვიდეოში მეგობრებო, რომელი პროდუქტები არ უნდა ჭამო პირველი საჭმელში, ანუ საუძმეში და რომელი არის ყველაზე საუკეთესო საუძმე, რომელიც ნებისმიერ ასაკში ადამიანმა აუცილებლად უნდა ჭამო, რომ მომავალში ქრონიკული პრობლემები არ ქონდე. ძირითადად ადამიანი ყველიპური, შვრიის ფანტელები, კიდე სიმინდის ფანტელები რძეთან ერთად, მანიფაფა, ეგეთი ფაფები უფრო ჭამს დილით, რომ ფიქრობს ეს სუბუქია და წონასიც არ მოვიმატები, კიდე სვამს წვენები. ჯოგი საწურავით იწურება, ისეთი წვენი, რომ ნამდვილი წვენია, ეს დაზიანება არ შეგვაქვენებს და ფიქრობს, ეს ძანსაგია და იმას სვამ. დილა არის მეგობრებო ეგეთი დრო, საუკეთესო მდგომარეობაშია ადამიანის ჯანმრთელობა. ღამე ნაჭამი საჭმელი გადამუშავებულია, სტაბილურად არის შაქარის დონე და ორგანიზმი თვითწმენდაზე არის. ანუ ცხიმიც იწვება დიაბეტიანი ადამიანის თვის სტაბილურია იმ დროს 8 საათი, 9 საათი, 10 საათი საუკეთესო დროა და თქვენ ზუსტად მაგ დროს ჭამს ეგეთი რამე ყველიპური, გინდა ერთი ნაჭერი პურია, გინდა ერთი ლუკმა პურია, ეს თუ დადებთ აი პირში ჩათვალე, რომ იქვე შეწყდა ეს ყველაფერი, რასაც საუკეთესო ჩვენი ორგანიზმი აკეთებს. მაშინ რა უნდა ჭამო ეგეთი რამე, რომ ეს საუკეთესო თელი დღე პერიოდი გააგრძელდე და ჯანმრთელობა იყო, ანუ ანთების პროცესი იქნება შემცირებული, ადამიანს თელი დღე ენერგიაზე რო იყო და დიაბეტისთვის კონტროლზე მოვიდე დიაბეტი, რა უნდა ჭამო ეგეთი საჭმელი რა არის? ეს ტრადიციული საჭმელები, ყველიპური, შვრია, ეს თუ არა ჭამო, მაშინ რა უნდა ჭამო? მეგობრებო, მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილება, ისე არ გეუბნები, რომელი საუძმოა საუკეთესო, რომელი არა. მე შვრიას ფაფაც მიწამია, იმის ეფექტიც უკვე გითხარი რა არის. 2 საათის ზუსტად მერე მოგშივდება. ყველი, პური, რასაც გინდა ცხიმი დადეზევიდან, რასაც გინდა ბოსტნეული ჭამე, თეთრი პური თუ პირველად ჭამე დილით, ეს უკვე ჩათვალე, რომ თელი დღე გაფუჭდება. მაშინ რა შეიძლება უნდა ჭამო? საუკეთესო საუძმეში უნდა იყო თქვენი წონის მიხედვით 2, 3, 4 ან შეიძლება 5 კვერცხი. კვერცხი არის კომპლექტური საჭმელი, სადაც პირველ რიგში მე გეუბნები პროტეინის ცარა დავანებო თავი. შედის კოლესტერინი. ადამიანის არსებობა საიდან დაიწყო, ეს არის კოლესტერინი. ქალების მუცელში, ბავშვის რო დაიწყებს პირველი სიცოცხლე, კოლესტერინი რო არ იყო, ეს არ იწყებოდა. ადამიანი ყველაზე საჭირო, რასაც სჭირდება, ეს არის კოლესტერინი, რომელიც შედის კვერცხის გულში. მეორე, სათითაო უჯრედი, ჩვენი ტვინის, ჩვენი ორგანიზმის სათითაო უჯრედეს სჭირდება პროტეინი მეგობრებო. თუ პროტეინის ნაკლებობა გექნება, მალე მოგშივდება, პლუს ასაკი რო გიმატება, იმ დროს ყოველდღიური საქმის გაკეთება გაგიჭირდება. გუნთების დამაგრება შიგნით რო იქნება, საკმარისი უნდა იყო პროტეინი. დაახლოებით თითო კილოგრამზე 1 გრამი პროტეინი საჭიროა. თქვენ თუ ყოველდღე დაიწყებთ თქვენი საუძმე, მთელი ცხოვრება შეიძლება 3-4 კვერცხით და ზევიდან კიდე მესამე პროდუქტი, ანუ მეორე პროდუქტი რა არის? არის ყველი. ჩემი გამოცდილებით გეუბნები მეგობრებო, საუკეთესო გამოჩნდა ეს ჩემთვის და ვიცი რომ ყველა ადამიანისთვის ეს არის საუკეთესო
საუძმე. ძევიდან ერთი ეგეთი ფურცელი შეგიძლია დაამატო ცხიმისთვის. 40%-იანი, რასაც შეიძლება მეტი ცხიმიანი იყიდე, გაუდა და სხვადასხვა ყველები რო იყიდება ძევიდან და ეს კვერცხის გაკეთება შეიძლება ერბოში, ნებისმიერი სხვადასხვა ცხიმებში, ცხოველური ცხიმებში, მაგრამ არ გაამზადო ეს სემიძგის რეფინირებული ჯეთში. Semწვარი 3-4 კვერცხი, ძევიდან კველი თუ არ გინდა, აქ შეიძლება დაამატო ცხიმისთვის ბეკონი. თუ კაი ფირმის და კარგი იშოვით, ბეკონი შეიძლება დაამატო 1-2 ცალი ცხიმისთვის, რომ მალე არ მოგშივდე. თუ ბეკონიც არ გინდა და ვეგეტარიანელი ხარ და კვერცხს ჭამს და ვეგეტარიანელი ხარ, მაშინ შეიძლება ავოკადო ცხიმი დაამატო. ავოკადო, ან ბეკონი, ან კველი იქნება ეს 3 ერთი პროდუქტი და საჭირო ყველაზე პროდუქტი რა არის? ეს არის კვერცხი, გულიანად. ეს საუძმე მეგობრებო, ცადე რომ დაიწყოთ ამ საუძმეთ გაკეთება. მე თქვენ გეუბნები 3-4 თვის მერე თქვენ ნახავ სასწავლის შეცვლილები. მალე არ მოგშევდება გულის ჯანმრთელობა უკეთესად იქნება. ანთების პროცესი, საქცრების ტკივილები, კანის ხარისკი, თმის ხარისკი, კუჭნაჭლავების ბაქტერიები რასაც სჭირდება. ადამიანის საერთო ჯანმრთელობა შეიცვლება. საუძმე შეიძლება ერთი და იგივე გააკეთო. არა ჭამო დილით ნახშირის წყლები. ჭამე კვერცხი და ნებისმიერი ცხიმთან ერთად. თქვენ იქნები ჯანმრთელი და ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია. გაეძიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი და ეს საუძმე თუ გააკეთეთ, მე გეუბნები, იქნები ენერგიით და